რაღაც სფეროში ჭირდებათ, მაგრამ არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც უკეთ იმადლობა, რომ ამ საერთოდ რაღაცა გადაუხადოს მწვრთნელებს. ყველაზე უანგარო ის საქმე, რასაც აკეთებენ ეროვნულ ჩემპიონატებში. უფრო დიდი პატრიოტები ამ ქვეყნის. მე მგონია, რომ და რა დრო გადის ისე ეცოდათ. ასე უფრო მეტი იყო შანსი უბლების და რა თქმა უნდა ქვეყნის ერთგულება. ისწავლეთ ყველაზე მთავარი სიძულვებას იგებენ სპორტსმენები, აგებენ მწვრთნელები. ამიტომ ყოველთვის უნდა დავაფასოთ მათი შრომა და დიდი მადლობა თქვენ. აქ შექმნა ძალიან კარგი კერა მომავალი ჩემპიონის. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ჩემპიონი გაიზრდება და ერთ-ერთი ერთობლივი ძალისხმევა. განსაკუთრებით პერიფერიებში, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისში, რუსეთში იქნება იქ სადაც ძალიან ბევრი მოსახლეობა და სადაც ჭირდება სპორტს ხარდაჭერა, ერთობლივად შევძლოთ, რომ ხარდაჭერილი იყოს სპორტის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის რა თქმა უნდა, ძიუდო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები და მე ხედავ ამ მომავალ ახალგაზრდებში მომავალ ოლიმპიური ჩემპიონები და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში. უკვე 4 წელია ვახორციელებთ ახალი დარბაზების მშენებლობას გახსნას. რა თქმა უნდა, აღნიშნო ყველა ის ადამიანი, რომელიც გვერდში გედგა, ის ორგანიზაცია პირველ რიგში გამოვყოფდი მერიას, რამე თუ მათი თავოსნობით და დახმარებით მოხდა ამ ობიექტის გადმოცემა, შემდეგ ჩვენ სპონსორებს, რომელთა დახმარებითაც გავარემონტებთ, ხედველობაში მაგ PSP და ზედაზენი გულშემატკივარს მოეხსენება, რომ ისინი ჩვენი გენერალური სპონსორები არიან. რა თქმა უნდა, სამინისტრო, რომელმაც უზრუნველყო ტატამით აღნიშნული დარბაზი და მთლიანად გველში გიდღვა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ასე რომ დღევანდელი დღეც და ეს დარბაზი ძალიან კარგი მაგალითია კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის, თუ როგორ შეიძლება უკეთეს მომავლისთვის რაღაც პატარა ნაბიჯების გადადგმა. ბევრი შრომის შემდეგ დათო ქეიქიშვილის მაგარი გორში დრომით და მონდომებით და ყველანაირი მცდელობით მოხდა ისე რომ გავაკეთეთ რა თქმა უნდა მერიასაც დიდი მადლობა რომ არა მოთი კეთილინება რომ გამოჩეს ეს შენობა ისე ვერ გაკეთებოდა ძიუდოს დარბაზს და მოვედით ამ დონემდე რომ დღესდღეობით გვაქვს ძიუდოს ჭერი მუხიანში გასცა კიდე ერთი ძიუდოს კერა შეემატა ძიუდოს იმ დიდ ოჯახს რასაც ქართული ძიუდო ქვია და ბავშვები ღვთისწყალობით არიან მონდომებული რაოდენობა ხედავთ არის კიდევ ველოდებით უფრო მეტ რაოდენობა ასე მეტად ძიუდო ძალიან პოპულარული სპორტია საქართველოში რა ვიცი ველოდებით რომ შემოგვიერთენ ბავშვები იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სამომავლოდ დიდი მიზნების ფიქრობისთვის დიდი მიზნებისთვის იბრძოლენ რასაც ოლიმპიური ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობა ქვია ვეცდები რომ ამ დონემდე მივიყვანოთ ჩემი პატარა მოსწავლეები 0-დან იწყეთ და ნახეთ მომავალი ბიჭები რა იქნება